შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში, როგორ გავზომოთ ქვიშა და ცემენტი სახლის კედლების გასალესად. ამისათვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. უპირველესი არის ბლოკის წყობა. თუ რა დონეზე სისტორით არის შესრულებული და როგორი ნაპრალები არის დარჩენილი. თუ ბლოკის წყობა კარგია, მინიმალური ნაპრალებით და გასალესი გაქვთ 100 კვადრატულ მეტრზე, საშუალო სისქე 2.5 სანტიმეტრი, მაშინ თქვენ პირდაპირ ქვიშის რაოდენობა დაგჭირდებათ 2.5 კუბური მეტრი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის სილის 50%-იანი დანაკარგი. ყოველთვის სილას აქვს 50%-იანი დანაკარგი. თუ ჩვენ ამ დანაკარგს მივუმატებთ, 2.5 უკვე 3.5-ს გაცდება და ჯობია 100 კვადრატის გასალესად 4 კუბური მეტრი ქვიშა ვიყიდოთ. ამ ყველაფერს გეუბნებით გამოცდილებით და ჩვეულებრივი გამოთვლით. ხოლო ცემენტის გამოთვლა-განგარიშების ბევრი მეთოდი არსებობს. ყველაზე ზუსტი წონითი შეფარდება, ვიზუალური შეფარდება და შეფარდება 2:1:3-ზე, რაც ყველაზე მეტად არის გავრცელებული. 3:1 შეფარდება კუბის შემთხვევაშიც და ურიკის ან ლაფათქის შემთხვევაშიც ყველაზე ეფექტურად მუშაობს ლესვის დროს. თუ 3:1-ზე შეფარდებას გააკეთებთ, ეს იგივე არის კუბზე 6 ტომარა, მაქსიმუმ 8 ტომარა. თუ 500 მარკიან ცემენტს გამოიყენებთ, მაშინ 3:1-ზე არის იდეალური კომბინაცია, რაც კუბზე გამოდის 6 ტომარა. თუ დაბალ მარკერობას გააკეთებთ, მაშინ შეგიძლიათ გაზარდოთ 8 ტომრამდე. ანუ კარგ პირობებში თუ ლესავთ ჩვენ 100 კვადრატულ მეტრს ქვიშა ცემენტით, მაშინ დაგჭირდება 4 კუბი სილა და 24 ტომარა ცემენტი.